გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ რომ მოგენახულებინათ თვით ჩვენ ქალაქი თელავი და გადავწყვიტეთ რომ ისეთი ადგილები გვეჩვენებინათ თქვენთვის რომლებიც ალბათ არიცით. მოკლედ ერთ-ერთმა კომპანიამ რომელსაც Higher Story ჰქვია საჩუქარი გამოგვიგზავნა ჩვენი ვიდეოები ნახეს ძალიან მოეწონათ კომპლიმენტებიც მივიღეთ და мотивაციაც და საჩუქრად გამოგვიგზავნა ეს უძვირფასესი პეტლიჩკა მიკროფონები ეგრეთ წოდებული რომლის დახმარებითაც ჩვენი ხმა დარწმუნებული ვარ ბევრად გაუმჯობესდება და ხარისხიც აიწევს. აქ გამოჩნდება მათი Facebook-ი ან Instagram-ი, ლინკსაც იხილოთ აღწერაში, გადავბრძანეთ და ათვალიერეთ. უღრმესი მადლობა მათ. იქნებით ჩემი თანამდებს. რა თქმა უნდა. ძალიან კაი რაღაც არის, ძალიან ხარისხიანი არის და ხმასაც მოისმენთ თქვენ ამ კადრის შემდეგ. წავედით. რომ დავიწყოთ უშუალოდ ჯერ თელავის მიმოხილვით, უნდა ვთქვათ მისი მდებარეობა. იგი მდებარეობს მდინარე ალაზნის აუზში და განფენილია ცივგომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და იგი ასევე განფენილია 7 ბორცვზე. მე-20 საუკუნეში უკვე ეს ბორცვები გამოიყო და მათი სახელები უკვე ჩვენთვის ცნობილია. ეს არის ერთ-ერთი ზუზუმბოს გორა, მაგალითად დაბახნების გორა, ასევე ფიქრის გორა და ნუ მოკლედ 7 გორა გვაქვს. და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დღეს უნდა მოვინახულოთ, არის ზუზუმბოს გორა და ზუზუმბოს გორაზე რა უნდა ვნახოთ თუ არა დიდი სამამულო გმირთა მემორიალი. ეხლა ავაფრენთ დრონსაც. დრონის შოფერი აგე მომიყვანეს. დავიგლიჯე კოღოებისგან. წავედით ეხლა დაგათვალიერებინებთ ამ სილამაზეს. აბა. ზუზუმბოს გორაზე ამჟამად მდებარეობს დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირთა მემორიალი, რომელიც აიგო 1970-იან წლებში და აქვს დროშის ფორმა. აქ ტარდებოდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების აღსანიშნავი ღონისძიებები ყოველი წლის 9 მაისს, რომელიც ტრადიციაც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. ექსიტბოშენი სულთან დამყვება, სიცოცხლეს გავხარა და ულევესა. სულში დასახლდი და იმის მერე, უსიყვარულს რა გაუნელებსა. ეგმათებილურდი გაუხუნარი, კავაკასიონიცა და მოსაუბარე. მომენატრება წარსული შენი დარდებით სავსე, მან უგეშებს და იმედით მავსე. მომენატრება საინტერესოა ის ფაქტი, თუ საიდან გაჩნდა ეს სახელი ზუზუმბო. ისტორიული წყაროები იუწყება იმას, რომ დაახლოებით შუა საუკუნეებში ამ ადგილას ამზადებდნენ კაჟიანი თოფის მოწყობილობებს და ერთ-ერთი მათგანი იყო ზუმბი. ეგრეთ წოდებული ზუმბი. სწორედ აქედან მომდინარეობს ზუზუმბოს გორის სახელი და ამ ზუმბს იყენებდნენ, ანუ ეს ზუმბი იყო წვრილი ჯოხი, რომელსაც იყენებდნენ თოფის დასატენად და ასევე ლულის გასაწმენდად. მეგობრებო, მე და ლევანი ერთ ძალიან სერიოზულ რჩევას მოგცემთ, თუ თქვენ გცხელათ და გყავთ დრონი. გამოიყენთ ამისთვის. მომიწიე. ჩვენი ხოჭიკო გვაგრილეთ. მივდივართ შემდეგ ლოკაციაზე ახლა. ჩვენს დიდ პაუზას რაც შეეხება, გეგმაში ქონდა რომ წავსულიყავით თუშეთში. ყველაფერი დაგეგმილიც ქონდა და წასვლის წინა დღეს რაღაცეები აირია, რის გამოც ჩაიშალა ეს ყველაფერი და ძალიან დიდი პაუზა გამოგვივიდა. ცოტა мотивაციასაც წყალი შეუდგა. დიახ, ნამდვილად. ავიღეთ ცოტა ეს პაუზა. და ეხლა დაგიბრუნდებით და სხვათა შორის წეგან ვიდეოში მე ვახსენე რომ ზოგმა თელაველმა არ იცის თქო და ეხლა ზუსტად ორი ქალბატონი მოდიოდა და ჩვენი მივასწავლეთ გზა.
და სწორედ ერთ-ერთმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ თელაველი კი ვარ, მაგრამ არ ვიციო ეს ადგილებიო და აი ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი ვიდეოებიც და დღეს ჩვენი აქ მოსვლაც, რომ ზოგიერთ თელაველს და არა თელაველს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ძალიან კარგი ადგილების შესახებ. მგონი გამოვა ხო კარგი? იმენა ჩამოაყალიბე. წავედით ახლა შემდეგ ლოკაციას. ეგ სითბო შენი სულთან დამყვება სიცოცხლე ხარ და მტერობის რისკვა სულ შეუძახო შენმა ჭადარმა და გული ფარხმა სისევ აისხავს ეგ მათები ლურჯი გაუხუნარი კავკასიონი სადამო საუბარე მომენატრება შენი დარდებით სავსე მან უგეშებს და იმედით მავსებს ვარდების ფეთქვა უმაჭრის დუღი მოკლედ პატარა ლაშქრობასავით გამოგვივიდა მთელ-თელასავით ფეხით შემოვარტყიცრე მთელი ტექნიკით რომელიც არც ისე მსუბუქი არ არის ცუდათა ვარ მცხელა და მოკლედ მარჩი მე მგონი მოკლედ ეხლა მოვინახულეთ ეკლესია წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია ამდენ სიავეს როგორ გაუძე გაგიბედავო სისხლი ავალთა შენთვის დაღურილი ღმერთმა შეგარგოს როგორც დედის რძე გამოვედით ტყიდან გამოვახციეთ სად მოვედით დაბახტების წყაროზე რომელიც ზუზუბოს კორიდან მოედინება და არის ან ცივი სუფთა და 10 წლის სიცოცხლე დამიმკვიდრა ისეთია ეს სახელწოდება დაბახანა მომდინარეობს სიტყვა დაბაღიდან რაც ნიშნავს ტყავის გადამუშავებას და აი ამ ადგილას ძალიან ბევრი დაბაღი ანუ ადამიანი რომელიც ტყავზე მუშაობდა ცხოვრობდა ეს ჩამოსახლა ერეკლე მეორე მოკლედ ამ ადგილს ასევე უწოდებენ განჯის წყაროსაც ეს სახელწოდება მომდინარეობს იქიდან რომ ჯერ კიდევ ერეკლე მეფის პერიოდში მან განჯიდან ჩამოსახლა 60 სომეხი ოჯახი თუ სომხური ოჯახი და ამ ადგილას იყვნენ დასახლებულები და შემდგომ უკვე მათ დაიწყეს ხელოსნობა, ვაჭრობა და ნუ მოკლედ მათი სახელიც ეს მეორე სახელი ამ წყაროსი სწორედ აი ამ ადამიანების აქ ცხოვრებიდან გამომდინარე დაერქვა. შემოთე